მალე ბათუმი გრანდიოზულ მუსიკალურ კონკურსს მიძლებს. Golden Talent ბათუმი 2011-ისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. შესარჩევი ტურისთვის ჟიურიმ 26 ქართველი მომღერალი უკვე შეარჩია. წარმატების შანსი აჭარის ტელევიზიის მუსიკალურ პროდიუსერს თია გელოვანსაც აქვს. საკონკურსო მზადების შესახებ რუსუდან აბაშიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. რუსუდან, როდის გახდება ცნობილი Golden Talent-ის საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა? ის თუ ვინ წარადგენს საქართველოს პრესტიჟულ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე დაახლოებით 3 თვეში გაირკვევა Golden Talent ბათუმი 2011-ის სამგზურის ფლობელის ვინაობა 16 მაისს პირდაპირ ეთერში გამოვლინდება. უნდა ითქვას, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალია საგზურის მოსაპოვებლად ქართული ესტრადის ცნობილი სახეები იბრძვიან. ისინი არაერთი კონკურსის გამარჯვებულები არიან. მიუხედავად ამისა, ისინი ამბობენ, რომ თავიანთ კარიერაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი დგება, რადგან მათ შანსი ეძლევათ საკუთარი ტალანტი მსოფლიო ვარსკვლავების პოპ მუსიკის მსოფლიო დონის ვარსკვლავების წინაშე წარმოაჩინონ. მიკროფონი და სცენადროებით ფოტოკამერამ ჩაანაცვლა 26 ქართველი მომღერალი Golden Talent ბათუმი 2011-ის შესარჩევი ტურისთვის ემზადება. მათ შორის საოცნებო კონკურსის საგზურს მხოლოდ ერთი მიიღებს. მანამდე კი დაძაბულ სამუშაო განრიგში ფოტოსესიის დროა. მონაწილეობას იმიტომ ვიღებ, რომ საქართველოში ესეთი მაღალი დონის კონკურსი პირველია. ეს და არის საკმაოდ კარგი და პერსპექტიული არა მარტო პროფესიონალი მომღერლებისათვის. 26 საუკეთესო ჟიურიმ 30000 შორის შეარჩია. მათ Golden Talent-ის სცენაზე კონსულა გადაწყვეტა ქართველი აუდიტორია სხვადასხვა კონკურსიდან უკვე კარგად იცნობს. ჟიურის წევრები ამბობენ, რომ საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგანან. მათ საუკეთესოთა შორის საუკეთესო უნდა შეარჩიონ. თავარი გამოცდა მათ წინოდებათ. არავითარ ნაკლები არ იქნება ის ერთი ქართველი ხმით ამ სიმღერით ძალიან კარგი. მეათი რამდენად თავისუფლად იმოქმედებს სცენაზე ეს ქართველი, რომ ჩვენ მაინც რაღაც ტრადიცია, რაღაცას უწევთ ანგარიშს. შიდა შესარჩევ კონკურსზე წარმატების იმედი აქვს ბათუმელ თეაგელოვანს. ის უკვე გადავიდა მეორე ტურში, თუმცა საბოლოოდ თუ არ ადგენს საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე, ეს 16 მაისს გამოვლინდება. Golden Talent-ზე საქართველოს წარმომადგენელი პირდაპირ სატელევიზიო ეთერის საშუალებით გამოვლინდება. არის ორი ახალი სიმღერა დავიმღერო და ვნახოთ აბა როგორ გადაწყვიტავს ჟიური, გავა თუ არა ათეულში. Golden Talent ბათუმი 2011-ში მონაწილეობის სურვილი მსოფლიოს 25 ქვეყანამ გამოთქვა. მათგან 14-მა საკუთარი წარმომადგენელი უკვე შეარჩია. უკვე ცნობილია, რომ მათ შორის არიან პრესტიჟული მუსიკალური კონკურსების პრიზიორებიც. კონკურსანტებს შორის არიან ისეთი მომღერლები, რომლებსაც უკვე პლატინის და ოქროს ალბომები აქვს გამოშვებული, რომლებიც რეიტინგში უკვე 10-ეულებში და 20-ეულებში არიან იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებსაც ისინი წარმოადგენენ. რამოდენიმე კონკურსანტი უკვე ნამყოფი არის ევროვიზიის საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსზე. ბათუმში დაგეგმილ გრანდიოზულ მუსიკალურ კონკურსს მსოფლიოს 70 ქვეყნის ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გააშუქებენ. კონკურსის კიდევ ერთი ინტრიგა ჟიურია, რომლის წევრთა ვინაობა ჯერ არ ხმაურდება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მუსიკოსებს თავიანთი ტალანტის წარმოჩენა პოპ მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების წინაშე მოუხდებათ. ამ ფესტივალზე ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა უკვე მსოფლიოს 25 ქვეყნის მონაწილედ, რაც საქართველოს ისტორიაში არის უპრეცედენტო რამ. Plus ეს არ ემსახურება მარტო ფესტივალს, ეს არის აჭარის, კერძოდ ბათუმის პოპულარიზაცია. კონკურსის ორგანიზატორების კიდევ ერთი სიურპრიზი Golden Talent-ის არასაკონკურსო მონაწილეები არიან. ბათუმში არაერთი მსოფლიო ვარსკვლავის ჩამოყვანა იგეგმება. Golden Talent ბათუმი 2011 7-დან 11 სექტემბრამდე ჩატარდება. ასეთი დონისა და მასშტაბის მუსიკალური კონკურსი ამიერკავკასიის მასშტაბით პირველად ტარდება. ის აჭარის მთავრობისა და დავით ევგენიძის ფონდის ხელშეწყობით გაიმართება. უნდა ითქვას, რომ Golden Talent ბათუმი 2011 თავისი მნიშვნელობის ცდილდება მუსიკალ და მასშტაბებით, ცდილდება მუსიკალური მოვლენის ფარგლებს. ბათუმი უამრავი მაღალი დონის სტუმრებისა და უამრავი გულშემატკივრის მოლოდინშია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსამდე 4 თვე რჩება, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეგიონში სასტუმროების უმრავლესობა უკვე წინასწარ დაჯავშნულია.